რა არის ივანიშვილის სურვილი ხვალ თქვენი აზრით? ივანიშვილის სურვილი ხვალ არის ის რომ მოდი რუსულ სიტყვას ამ ბოლო დროს ესე გადავწყვიტე რომ მათთან მიმართებაში რუსული სლენგი გამოვიყენო ხოლმე გააპრავოს ყველაფერი რაც მან გააკეთა საქართველოში აი ამ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით ჩარშან როდესაც მოიპარა არჩევნები და ამ არჩევნების მოპარვის საფუძველზე ვერ მიიღო ამ არჩევნების ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის შეუპოვარი და პრინციპული ბრძოლის გამო ამ ქართულ ხალხს ოდესაც ვამბობ, გულისხმობ ყველას, მათ შორის, რა თქმა უნდა, ის ხალხი, ვინც ციხეში ზის, ის ვისაც გაუმართლა და ციხეში არ ზის, მაგრამ რაღაც ქუჩაში იჩხუბა და ამ შემდეგ ყველას, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო სექტორს, თქვენ, ჟურნალისტებს, რომელსაც გიწევთ ისე ცხოვრება, როგორც ცხოვრობთ, ხო, ნუ ყველამ კარგად ვიცით ეს ამბები. ამიტომ ხვალინდელი დღე ბიძინა ივანიშვილს უნდა აქციოს ერთის მხრივ აი ამ ეგრეთ წოდებული არჩევნების საშუალებით 2024 წლის არჩევნების წარსულად ქცევა მოახერხოს ამით რომ აღარავინ ილაპარაკოს 2024 წლის არჩევნებზე, იმიტომ რომ თქვას ასეთი არგუმენტი, რომ ჩატარდა აქ არჩევნები, მასში მონაწილეობა მიიღო ოპოზიციურმა პარტიებმაც, მათ ყავდათ წარმომადგენლები და წააგეს არჩევნები. ნუ ეს მაინც არ არის ერთმანეთის საპირწონე, ერთი მეორეს. ამიტომაც ერთადერთი რაც ამ ნარატივს დაანგრევს, არის ხვალ ბევრი ხალხი ქუჩაში. და არა არჩევნებზე. ეს არის მთავარი, რატომაც ჩვენ ადამიანებს მოუწოდებთ, რომ ახლა არჩევნებზე მისვლა არ არის არც დემოკრატიულობის თამაშიც კი აღარ არის ეს არის ლეგიტიმაციაში ხელშეწყობა ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს შეუწყობთ ლეგიტიმაციაში ხელს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მოდი ესეც ვთქვა და საბედნიეროს ახსნი რაც გულისხმობ, ხოლო სამწუხაროს ყველას გვესმის, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა განადგურა პოლიტიკაც, დემოკრატიაც, ინსტიტუციაც, სამართლიანობის განცდაც ჩვენ ახლა 2 დღეა უსმენთ მოსამართლეებს, რომლებმაც გამოიტანეს სააშკარაოზე ყველაფერი ის, რაც ჩვენ ვიცოდით პრინციპში, მაგრამ როდესაც ამას თვითმხილველი საუბრობს, ეს კიდე განსაკუთრებით შემზარავია, ხო? რა კაცი ყვება, რომ თვითმკვლელობამ კი, ისე როგორც შეიძლება ვიცოდით წარო მაგალითად მართლა გულწრფელად ვამბობ ამას, ვიცოდით მაგალითად საბჭოთა დაპატიმრებები და წამებები, მაგრამ როდესაც ამას მაგალითად ალჟირის ქალები ყვებიან ანის მომსწრები, ეს კიდე განსაკუთრებით უფრო ასე ვთქვათ, როდესაც ეხები იმ ადამიანს, ვისაც ეს გადაიტანა, ეს კიდე სხვა რამეა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაგვიტოვა ერთადერთი გზა, ეს არის ქუჩა და ჩვენ ამას სწორად ვიყენებთ, მე ვფიქრობ ასე, იმიტომ რომ 300 დღეზე მეტია უკვე და 1 წელი ხდება უკვე თითქმის რაც ქუჩაში მუდმივად, სხვადასხვა რაოდენობის, სხვადასხვა მასშტაბის, მაგრამ მუდმივად, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და ყოველდღიურად მიმდინარეობს აქციები, ხვალინდელი დღე გახდა ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ ყველაზე მეტი ახლა ბოლო თარიღებთან შედარებით და ბოლო დღეებთან შედარებით უნდა ვიყოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ხვალინდელი დღე უნდა გახდეს ერთგვარად იმის ახალი ნიშნული, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დასრულდეს. უნდა მივიდეს როგორ გითხრათ, კულმინაციამდე უნდა მიაღწიოს უკვე და ამას აღწევს ეს სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილმაც იცის. ანუ მე ყოველთვის ვამბობ იმას, რომ დრო ახლა არ მუშაობს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ, იმიტომ რომ მან ეს კრიზისი, რომელიც საქართველოში აქვს, უნდა დაძლიოს. თუ არ დაძლია ეს კრიზისი ფართო მასშტაბებს და სიღრმეებს მიიღებს, ანუ რავს გულისხმობ, ის ვერ დაალაგდება ვერასდროს ვერავისთან, მათ შორის ჩინეთთანაც, იმიტომ რომ არ ვიცი რამდენი დრო გვაქვს, მაგრამ მე ამის ახსნა ძალიან კარგად შემიძლია, რატომ არ ჭირდებით ჩინეთს, თუ კი ჩვენ ვიქნებით რუსეთის ნაწილი. შავი ზღვა მას ჭირდება მხოლოდ მაშინ, როცა მას აქვს კავშირი ყველგან სადაც გინდა გასასვლელი, საშუალებით დასავლეთთან, თუ არა და არსებობს რუსეთის პორტები და ისინი დაალაგდებიან ერთმანეთთან. ამიტომ მე ვამბობ, არავინ მოიტყუოს და არავინ თავი, რომ ჩინეთი ამ ან ეს რაღაცა მულტიფუნქციური საქართველო არის რაიმეს ალტერნატივა, ეს არის ახალი რუსული ნარატივი, კაკებეს ლაბირინთებში დაწერილი ახალი რუსული ნარატივი, რომ თითქოს რაღაცა ერთ ხედვას ანაცვლებენ მეორე ხედვით და გვთავაზობენ დასავლეთის ალტერნატივას. ამიტომ ხვალ ბევრი ხალხი აუცილებლად ქუჩაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ბევრი ადამიანი იქნება. რატომ? იმიტომ რომ მე ვიცნობ ჩემ კოლეგებს, მე ვიცნობ სტუდენტებს, მეზობლებს, მეგობრებს, ეს ხალხი, რომელიც
გაბრაზებულია და ეს ბრაზი არცად წასულა, რატომ? იმიტომ რომ ამ ადამიანებს უნდა დასავლეთში ცხოვრება, ევროკავშირში ცხოვრება, რატომ? იმიტომ რომ კარგად ცხოვრება უნდათ, რას გულისხმობს ეს კარგად ცხოვრება? ივანიშვილს რა უნდა? ივანიშვილის გეგმა არის რომ რაც შეიძლება ცხოვრება უნდა საკუთარი გარეშე. ადითო თქვენ. კალაძეს თუ უსმენთ, არ ვიცი, მოასწარით თუ არ მოასწარით, კალაძე ეს უწიგნური ადამიანი ხსნიდა, ნანკა ხაჯაიას უხსნიდა რას ნიშნავს უმრავლესობა და უმცირესობა. და მან ისიც კი არ იცის რომ ამ დროს ლაპარაკობდა რას ნიშნავს არა უმცირესობა და უმრავლესობა და დემოკრატია, არამედ ბოლშევიზმი. საუბრობდა 30-იანი წლების საბჭოთა იმპერიისთვის დამახასიათებელი ტერმინებით, რომ ყველაფერი ისე და ყველაფერი ასე და რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს და ასე შემდეგ. ეს ბოლშევიკები უნდა დავამთავროთ აუცილებლად. ხვალ ისევ და ისევ გავემეორებ, მეგობრებო, ბევრი ხალხი ქუჩაში ეს არის. დემოკრატია არის უმრავლესობის მართვა უმცირესობის უფლებების გათვალისწინებით და ეს ყოველთვის ავიწყდება რეჟიმს, რომელიც ავტოკრატიის გზაზეა. ხალხი განსაზღვრავს, რაც არ უნდა შეუზღუდო მას შებოჭო, მიიტაცო სახელმწიფო უწყებები, მაინც განსაზღვრავს ამ ქვეყნის პოლიტიკას საბოლოოდ. ან ამ ხალხისგან ქვეყანა იცლება. ეს იცის ივანიშვილმა, ეს მოხდა რუსეთში. ამიტომ ის გეუბნებათ, რომ არა მარტო თქვენ კრიტიკულ საზოგადოებას, თქვენ ხართ ზედმეტი, მე არ ვარ ზედმეტი, თქვენ წადით. მექანიზმი, რაც მას ხელში აქვს, ეს არის დაჭერა, მუქარა, რაც დღეს წინსწრებად გამოაცხადა ირაკლი გობახიძემ. დაგიჭერთ უფრო მეტი ხნით ჩაქსვამთ, ვიდრე ხართ. ამოგიცნობთ ყველას, კამერები დავაყენეთ. რას უპირისპირებთ ამას? პრინციპულობას მოდი ვთქვათ ესეც რა, მოდი შევადაროთ ახლა ცოტა რთული ამაზე საუბარი, მაგრამ შიშის ხარისხს გულისხმობ. ხვალ ბევრი ხალხი ქუჩაში ნიშნავს იმას, რომ ქართველ ადამიანს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, არაფრის ეშინია. მიუხედავად ახლა რას ნიშნავს ბევრი ხანი და ცოტა ხანი დაჭერა, ცოტა 5 წელი ციხეშდომა და 7 წელიწადნახევარი ჩაგვსვამენ, ახლა ნუ რას სულელია, ამაზე აპელირება, ეს არის აბსოლუტური მარაზმი, მათ ძალიან კარგად იციან ეს. უბრალოდ სხვა გზა არ აქვს. მე წინა ეთერშიც ვთქვი და ისევ გავიმეორებ, ერთი პლუსი ამ ყველაფერს აქვს ის, რომ ძალიან სწრაფი ტემპით მიდის ყველაფერი. აი გამონათქვამები გახსოვთ, ევროპაში წამოვე, რომ ის რასაც რუსეთში 12 წელი დაჭირდა, საქართველოში 12 თვეში მოხდაო. ეს იმის მაჩვენებელიც არის, რომ ასევე ძალიან სწრაფად გაუთავდება ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლის იარაღები და ხერხები. ბევრი ხანი ჩაგვსვამ და ცოტა ხანი ჩაგვსვამ, ეს არის სრული მარაზმი, ამის არავის ეშინია. ხვალ ამას ნათლად დავინახავთ ჩვენ, რომ ბევრი ხალხი, ძალიან ბევრი ხალხი მოვა ქუჩაში, რომელიც მათ ზუსტად იცის იქიდან ყველამ, რომ შეიძლება მათ შორის ჩემაშვილებმაც. აი ნახეთ რა ხდება, ოჯახებით მოდიან. ვის უნდა რომ თავის შვილი ნახოს ციხეში, გოგონები მყავს მე. ერთი 23 წლის არის და 18-ის პატარაც ყავს, მაგრამ ის ჯერ ძალიან პატარა. 18-ის ორივე მოდის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები არიან პრინციპულები და ანუ რას ნიშნავს? და შეიძლება ისინი აღმოჩნდნენ იმ ადგილას, სადაც მის თანატოლების ხედან უკვე ციხეში. ანუ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ბრძოლა სწორედ ამ ხაზზე გადის. ამისთვის ჩვენ ვარ მზად. არ ვლაპარაკობ საკუთარ თავზე. საკუთარ თავზე რომ ეს დაშვება უკვე გაკეთებული აქვს ყველას, ვინც პირველ ხაზზე დგას, რომ ის შეიძლება ციხეში მოხდეს, ეს არის უკვე თვალნათელი. მაგრამ დაშინებას არც ფიქრობს, კობახიძის დღევანდელი გამოსვლა აქცენტირებულია მოქალაქეზე. აი ჩემ შვილებზე იმიტომაც დავიწყე ლაპარაკი. ჩემი ორივე შვილი ხვალ იქნება ქუჩაში. უფრო მეც ვინერვიულებ ვიდრე მაშინ, როცა მარტო ვარ, დარწმუნებული ბრძანდებით ალბათ სულ ყველა, მაგრამ ეს ბრძოლა ზუსტად ასეთია რა. ჩვენს უკან არის ჯოჯოხეთი, რომელიც გამოვლილი გვაქვს. ეს არ არის უცნობი ჯოჯოხეთი, რომელიც არ ვიცით რა არის. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს საბჭოთა სისტემა, ჩვენ ვიცით რას ნიშნავს პოსტსაბჭოთა პერიოდის შევარდნაძის ეპოქა, სადაც არაფერი არ ჰქონდა მათ შორის უფლებები, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და რაც ყველაზე უფრო მეტად ძნელად ასატანია. ამიტომ ხვალ ჩვენ აქ გამოდივართ საკუთარი უფლებების დასაცავად და არა და როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ დასავლეთზე და ევროპაზე და იქ ჩვენს ცხოვრებაზე ამ უწიგნურებს უნდათ რომ ეს გადათარგმნოთ თითქოს ჩვენ იქ მილანში რაღაც საყიდლებზე სიარულზე ვსაუბრობდით. კი რა თქმა უნდა, რასაც თვითონ როგორადაც თვითონ აღიქვამენ ევროპას. ევროპა ჩვენთვის ღირებულებებია. პირველ რიგში ის ღირებულებები, რაც გულისხმობს თავისუფლებას, ადამიანის იმის აღქმას, რომ თვითონ არის მნიშვნელოვანი, რაც დაადგინა არა ბიძინა ივანიშვილმა, არამედ ქრისტემ და იმ სარწმუნოებამ, რომელზეც რწმენასაც მიყვებით. კი, ღმერთმა ადამიანის შექმნა სახეთა ხატათვისად და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრალური ფიგურა არის ადამიანი. აი ამ უფლების დასაცავად მივდივართ ხვალ. ამის უკან არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჯოჯოხეთი, რომელშიც ჩვენ ვიცხოვრეთ, ჩვენ გულისხმობთ თაობას, რომელიც ამას მოესწრო, ხო და ჩემს შვილს არ მინდა რომ ეს ჯოჯოხეთი მოესწროს, ამიტომაც მე მას ყოველდღე არც ჭირდებათ მოწოდება, მაგრამ ყოველდღიური საუბრები გვაქვს, რომ ისინი ხვალ იქნებიან ქუჩაში. კიდევ ერთხელ
ერთხელ ვამბობ, ადამიანები მოდიან ოჯახებით. იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის ამ ოჯახების და ამ ხალხის. ჩვენ მივიღებთ იმას, რაც ჩვენ გვინდა. ვიზინა ივანიშვილი აუცილებლად წავა იქ, სადაც მისი ადგილია. მადლობა ვანო წერეთელს.